მოგისალმებით აპოლონო სამყაროში. დღეს 8 მარტია. ქალთა საერთაშორისო დღე. და ამ ლამაზ დღესთან დაკავშირებით მოვამზადე ძალიან გემრიელი ბეზის დესერტი, რომელსაც პავლოვა ეწოდება. მე მოვამზადე მინი პავლოვა, რომელიც არის ძალიან გემრიელი და ძალიან მარტივი მოსამზადებელი. და დესერტი პავლოვას მოსამზადებლად გვჭირდება 4 კვერცხის ცილა, რომელიც არის ოთახის ტემპერატურის. 200 გრამი შაქარი, თითო კვერცხის ცილაზე გაითვალისწინეთ 50 გრამი შაქარი. 1 ჩაის კოვზი სიმინდის სახამებელი. ციკვი მარილი, 1 ჩაის კოვზი ძმარი და ვანილის ექსტრაქტი. ახლა კი დავიწყებ მომზადებას, რისთვისაც კვერცხის ცილას მოვათავსებ მიქსერში. კვერცხი არის ოთახის ტემპერატურის, რომელიც მთელი ღამე მედო მაცივრის გარეშე. კვერცხის ცილას დავუმატებ წიკ მარილს და დავიწყებ გათქვეფას. თქვებ მე მაღალ სიჩქარეზე და გაითვალისწინეთ, რომ კვერცხის ცილას არ უყვარს სითხე და არ უყვარს ცხიმი, ამიტომ თასი უნდა იყოს ყოველთვის სუფთა და მშრალი. როდესაც ცოტა გამაგდება, დავუმატებ შაქარს. და გავაგრძელებ, რა თქმა უნდა, თქვეფას იქამდე, სანამ არ გახდება მკვრივი მასა. თქვეფის პერიოდში დავუმატებ ვანილის ექსტრაქტს. დაახლოებით 5-6 წუთის შემდეგ ბეზე გამოიყურება შემდეგნაირად. არის ძალიან მკვრივი და ძალიან მყარი. და როგორც ხედავთ, ესეთი კონსისტენციის არის ბეზე. მე დავუმატებ 1 ჩაის კოვს ძმარს, შეგიძლიათ ლიმონის წვენი გამოიყენოთ. მოვურებ თხილად, რომ ბეზი არ ჩავარდეს და დავუმატებ 1 კოვს სიმინდის სახამებელს. მოვურიეთ თხილად და ფაქიზად. როდესაც ყველაფერი კარგად გადანაწილდება ერთმანეთში, მე ბეზეს გადავიტან ჩემს საკონდიტრო ტომარაში. მოვკრავ თავს კარგად და მე გამოვიყენე ვარსკვლავი თავი. თქვენ შეგიძლიათ ჩვეულებრივი მრგვალი მოსართავიც გამოიყენოთ. და როგორც ხედავთ, ესეთი წრიული მოძრაობით მე ვაკეთებ პატარა ბუდეს, რო იტყვიან. შეცადეთ, რომ ბეზის დასმის დროს ქვედა ნაწილს არ კონდეს ცარიელი ადგილი, არამედ ბეზე გადაანაწილეთ თანაბრად, რადგანაც როდესაც კრემს გაუკეთებთ, გამოვა გარეთ. გააკეთეთ პატარა ბუდე და კედლები ამოიყვანეთ კარგად. ეს არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი. და ამ პორციიდან გამოდის დაახლოებით 12 ცალი მინი პავლოვა. თუ თქვენ ბეზე მოგჭათ, ისიც მოათავსეთ. გამოსაცხობ ქაღალდზე ან ფორმაზე და გამოაცხოთ მასთან ერთად. რადგან ბეზის გაჩერება არ შეიძლება, ის ძალიან მალე თხელდება. შემდეგ კი ჩაის კოვზის დახმარებით გავუკეთებ ესე პატარა ჩაღრმავებას, რომ შემდეგ კრემი კარგად მოვათავსო შიგნით. და ბეზე უნდა გამოაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში და მოათავსოთ 100 გრადუსზე დაახლოებით საათი და 20 წუთი, ან ცოტა მეტი. ყველა ღუმელი ინდივიდუალურია. ბეზე რომ გამოშრეს და შიგნით ორთქლი არ დაგროვდეს, მე კარებს გავაღებ და დაუდებ კოვს. ჩემთან დაჭირდა დაახლოებით საათნახევარი და როგორც ხედავთ, მე ღუმელშივე გავაციებ. სანამ ჩემი პატარა ბეზეები ღუმელში გაგრილდება, მე დავიწყებ უკვე კრემის მომზადებას. კრემისთვის გამოვიყენებ 200 მლ ნაღებს
რომელიც არის აუცილებლად მაცივრის ტემპერატურის, ჭირდება აგრეთვე ნაღების გასამაგრებელი 200 მლ-ზე მხოლოდ 1 ძალი. დაახლოებით 50 გრამი შაქრის პუდრა ან გიმოვნებით. ძალიან უხდება ვანილის ექსტრაქტი. მე მაცივრის ნაღებს მოვათავსებ ჩემს თასში და დავმატებ ნაღების გასამაგრებელს. ჩემთან ნაღები არის დაახლოებით 30% ცხიმის შემადგენლობით. რაც უფრო მეტია ცხიმის შემადგენლობა, მით უფრო უკეთესია ნაღები. დავიწყებ მე ნაღების გადქვეფას და არ გაგიკვირდეთ, რომ ჩემთან არის ცოტა მეტი, რადგანაც მე უბრალოდ ჩემი სხვა დესერტისთვისაც მჭირდებოდა ნაღების კრემი. ცოტა რომ გამაგდება, დავუმატებ შაქრის პუდრას. შაქრის პუდრი თქვენი გემოვნებით. ვქვეფეთ კიდევ. იქამდე, სანამ არ მიიღებთ მყარ კონსისტენციას. ნაღები ძალიან არ თქვიფოთ, რადგან გახდება შემდეგ კარაქივით. და როგორც ხედავთ, ესე გამოიყურება უკვე გათქვიფილი ნაღები. ხა კი მოვათავსებ მე მაცივაში დაახლოებით 10-15 წუთი. და მოვამზადებ მანამდე ხილს. როგორც ხედავთ, მაქვს მე შავი მოცვი, ჟოლო და მარწყვი. ჩემი პატარა ბეზები გაცივდა ბოლომდე და მე კი ახლა მოვაცილებ გამოსაცხო ფორმას და განახებთ, რომ ქვემოდანაც არის კარგად გამომშრალი. სანამ თბილია არ ეცადოთ მის აღებას, რადგანაც უბრალოდ გაგიფუჭდებათ. ასე რომ ხშირად გამოაღეთ კარები. გამოცხობის დროს რომ შიგნით ორთქლი არ დაგროვდეს და კარგად გამოშრეს ბეზე. როგორც ხედავთ, ჩემთან ბეზე დარჩა ისევ თეთრი. თუ გამოაცხოთ მაღალ ტემპერატურაზე, ის გარედან აუცილებლად გამოგვდება. ახლა კი გადავალთ ძალიან ლამაზ პროცესზე, სადაც უკვე მოვთავმე ჩვენს ლამაზ ბეზეს და მივცემ პავლოვას სახეს. ბეზეს ამოვავსებ მე კრემით საკონდიტრო ტომრის დახმარებით. იგიძლიათ კოვზითაც გააკეთოთ და შემდეგ დავალაგებ უკვე ხილს ზემოდან. მე შევარჩიე მომჟაო გემოს ხილი, რადგანაც როგორც უკვე იცით, ბეზი არის საკმაოდ კბილი. შეგიძლიათ თქვენი საყვარელი ხილი გამოიყენოთ. ერთადერთი რასაც არ გირჩევთ, ეს არის კივი, რადგანაც კივი ძალიან მალე ადნობს ბეზეს. ხილს მე კიდევ დავადე ზემოდან პიტნა, ეს მხოლოდ დეკორაციის სახით. ამოვავსებ, რა თქმა უნდა, სხვა ბეზებსაც და გეტყვით, რომ არ არის აუცილებელი იყოს ნაღების კრემი. გამოიყენეთ თქვენი საყვარელი კრემი, რომელიც არ იქნება არც თუ ისე მძიმე და არც ძალიან ტკბილი, რადგანაც როგორც უკვე გითხარით, პავლოვა არის თვითონ საკმაოდ ტკბილი. საკმაოდ ტკბილი დესერტი. უკვე ამ შემთხვევაში მოვალაგებ დაჭრილ მარწყვს. ძალიან უხდება მანგოც. უხდება ალუბალით და კიდევ არ გირჩევთ გაყინული ან კომპოტის ხილის გამოყენებას. ან თუ გამოიყენებთ, უნდა მიირთვას ძალიან მალე. პავლოვა დესერტი, კრემი და ხილით უნდა მორთოთ მეთმევამდე დაახლოებით 1-2 საათით ადრე. მანამდე არ გირჩევთ, თორემ დროთა განმავლობაში ბეზე დნება. ჩემს ხილს ზემოდან მოვაყრი კიდევ შაქრის პუდრას. შეგიძლიათ შოკოლადიც მოაცხათ, ძალიან გემრიელია. მოვაცხი ჟოლოს სოუსი, რომელიც იყო ძალიან გემრიელი და გაანეიტრალა სითბო. როგორც უკვე ხედავთ, სულაც არ არის პავლოვას მომზადება რთული. გაითვალისწინეთ სულ მცირე ნიუანსები და გამოგივათ ძალიან გემრიელი და ფაფოგი პავლოვას დესერტი. მე კი გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს. იყავით ბედნიერები, მშვენიერები, ლამაზები და არასოდეს არ დაგეკარგოთ სურვილი, გემზადებინოთ თქვენი საყვარელი ხალხისთვის. ახლა კი განახებთ, როგორ გამოიყურება პავლოვას დესერტი შიგნიდან. გარედან არის ხრაშუნო, ხოლო შიგნიდან ძალიან ფაფუგი.
მე კი დიდ მადლობას გიხდით იმისათვის, რომ ჩემთან ერთად იყავით. რეცეპტს დაგიტოვებთ როგორც ყოველთვის დაბლა ინფობოქსში.